Salmi, ეს არის ლიონის სტუდენტური მოძრაობის პოდკასტი მინ ლაპარაკობს და დღეს ლაპარაკობს ლიგალურ ტკიფანიძე 19 წლის სტუდენტი, რომელსაც ხვალავს დასწრითი პროცესის, რომელსაც გამოვა განაჩენი მის დაკავება არ დაკავებასთან დაკავშირებით. ლიკა პირველ რიგში რა დაიწყო რაღაც ქრონოლოგიურად მოგუყვეთ 17 მაისის ამბები, რას აკეთებდი და რას გადავებია შენ? გამარჯობა, მე ვარ ლიკალურ ტკიფანიძე, ლიონის სტუდენტური მოძრაობის წევრი. 17 მაისს ვიმყოფებოდი პარლამენტთან. სადაც ჩატარდა ქართული ოცნების ამომრჩეველთა მარში ქაშვეთში მოვუცვა და ესეთი ამბები. რის შემდეგაც, როდესაც დავაცადეთ ჩვეულებრივად, რომ გასულიყო ხალხი პარლამენტის ტერიტორიიდან, გადავეშით. თუ შეიძლება შენ იყავი, ანუ იმ პროტესტანტების გვერდით, იმ პროტესტანტების გვერდით, რომლებიც პოლიციის უკან მიგექით, რადგან ხალხი იყო ძალიან აგრესიული ჩვენს მიმართ თავიდანვე. იყო შეურაცხყოფა მომართული ჩვენს წინააღმდეგ, გვაგინებდნენ, გვანწყავდნენ, თუმცა ჩვენ მაინც ზრდულობიან და კარგად ვპასუხობდით მათ და ძალიან კარგად ჩავატარეთ მშვიდობიანად ეგ დღე, ასე თუ ისე. მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც დაძაბულობის ფაქტები. როდესაც ქართული ოცნების ამომრჩეველმა გამოსახლებამ დატოვეს პარლამენტის ტერიტორია, პოლიციის ჯაჭვი დაიშალა. რის შემდეგაც ჩვენ გადავედით მოპირდაპირ მხარეს მუზეუმის, კაფე მუზეუმის ტერიტორიისკენ, რომელიც არის სხვათა შორის ძალიან პროტესტის ერთ-ერთი წერტილი. ხშირად ამ ადგილში ჟღერდება შეძახილები, მაგალითად თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ძირს-რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს-რუსი მონები. უნებრივია მთელი რუსთაველის გამზირი, რომლის დაცვასაც 17 მაისს ასევე ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებია ეს უწყვეტი პროტესტი, ყველგან ისმის ჩვენი ხმა და ყველგან არის რაღაცა ყოველდღიური სკანირებები, რომელსაც ჩვენ გავიძახეთ და ამაში მგონია, რომ გასაკვირი არაფერი. კი ბატონო, და მიიმყოფებოდა ლიონის სტუდენტური მოძრაობის წევრები. შემდეგ მე მარტო გადავედი კაფე მუზეუმის ტერიტორიაზე, რადგან მესარგებლა საპირფარეშოთი. რის შემდეგაც გავიგონე შეძახილები თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ძირს-რუსეთის დამპალი იმპერია. გადავუხვეწ ცოტა უკან, როცა შეხვედი მუზეუმში, აღნიშნოთ ფაქტი, რომ მუზეუმში იმყოფებოდა მარიამ ლაშხი. მარიამ ლაშხი, მის ხვინო პარლამენტარი, არ მოვერიდები ამ წოდებას, რომელიც რაღაცა ისვენებდა იმ პროტესტის პარალელურად, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს, სადაც დგანან ოჯახის წევრები იმ პატიმრებისა, რომლებიც ამდენი ხანია უკვე დაპატიმრებულები არიან და რაღაცა აპელირებს მშობლობით, მაშინ როცა მართლა სინდისის პატიმრების მშობლები დგანან იქ. აი ზუსტად მაგიტომ ვერ გავიაზრეთ ის საერთოდ, რომ კაფე მუზეუმში შეიძლებოდა იმ დღეს, ანუ ამ უწყვეტი პროტესტის პერიოდში შეიძლებოდა ყოფილიყო მართლა პარლამენტარი, რომელიც იქ თავისუფლად იჯდებოდა ესე და წყნარი დალევდა მაგალითად ყავას და მირთმედო საჭმელს. ანუ ვერ მივხვდი რა ხდებოდა და სიტუაციაც ვერ გავიაზრე, იმიტომ რომ ანუ პროტესტის ერთ-ერთი წერტილი არის მთავარი წერტილი კაფე მუზეუმი. ანუ როდესაც შედიხარ, შეიძლება უბრალოდ იყვირო თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ან რუსეთის დამპალი იმპერია და ვიღაც შეიძლება გამოგეხმაუროს, რომ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ეს არის ნორმალური საღამო რუსთაველის გამზირზე. და მე ვერ გავიაზრდი, რომ პარლამენტარი დღეს იქ იჯდებოდა, როდესაც აი მართლა იმ მომენტებში სინდისის პატრონების მშობლების მიმართ იყო შეურაცხმყოფელი ფრაზების და საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. როდესაც შევედი და შეძახილები მომესმა, თავიდანვე მუზეუმში, ანუ კარებთან მიდექი კაფე მუზეუმის კარებთან, როდესაც მე გავაჟღერე შეძახილი თავისუფლება ძირს-რუსეთის დამპალი იმპერია. აი ესე შევედი კაფეში. და შემდეგ სიტუაციის გავაცნობთ, ანუ არც ვიცოდი მარიამ ლაშხი ვინ იყო, სამწუხაროდ. თუ საბედნიეროდ არ ვიცი. როგორც ჩათვლიან, ანუ აღარ ვიცი. ჩვეულებრივად გავაჟღერე შეძახილები, შემდეგ ვიყვირე, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსი მონები და ძირს ხოცი მონები. და მაგ დროს მოვიდა ჩემი მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ მაგიდასთან იმყოფებიან ბავშვები და ცოტა მოერიდეთ სიტუაციასო. მე ჩემს საქმე გავაგრძელე, ჩვეულებრივად საპირფარეშოში გავედი და იქიდან ძალიან დიდი ხანი ვიყავი იქ, რაღაც მოუწესრიგდი ელემენტარული, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი ვიმყოფებოდი სიცხეში პარლამენტთან და ამ უწყვეტი პროტესტის ჯაჭვს ვიცავდით. და შემდეგ როცა გამოვედი, უკვე სიტუაცია იყო განეითვალებული. მოდი ვთქვათ ისიც, რომ ამ ინციდენტის ორი კადრი გვაქვს.
ერთი არის თქვენი მხრიდან ლაივი და მეორე არის ლაშქრის მეგობრების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც TV-იმედსაც აქვს და არც ერთ ამ კადრში, არც საპირისპირო კადრშიც მათ შორის არ არის რაღაცა უშუალო შეურაცხყოფის მიყენების მომენტი, არ არსებობს რაღაცა პირდაპირ მიმართვა, არ არსებობს ფაქტი, როცა უშუალოდ ლაშქრის სახელი სადმე ჟღერდება, როგორც ასეთი არის სტანდარტული შესახელები, რომელსაც ყოველდღურად ვიძახეთ და მგონია, რომ ასეც უნდა იყოს მის უმეტეს იმ ადრესატების მიმართ, რომლებიც ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს წარმოადგენენ დღეს. კი ბატონო, შეურაცხმყოფილი ფრაზები არ ყოფილა, მით უმეტეს ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, არასდროს არ იქნება შეურაცხმყოფილი ფრაზები, ეს არის ის შესახელი, რაც ყოველთვის უნდა გაჟღერდეს ნებისმიერ მომენტში, გინდ პარლამენტარი იყოს იქ, გინდ პარლამენტარი არ იყოს. თავიდან იყო ცოტა აგრესია მათი მხრიდან, ანუ ლაშქრის მაგიდიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ყველაფერი ეგრევე გაანეიტრალეს, როგორც მე შევამჩნია, ასევე ტადიას ლაივშიც ჩანს ეს ყველაფერი. ხოლო შემდეგ, სიტუაცია რაღაცნაირად შეიცვალა, თვითონ მაგდაც ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები არიან და გავერიდოთ, შესახელები გაჟღერდა და სიტუაციის გაერიდნენ. ანუ უშუალოდ მარიამ ლაშქრის სახელი არ გაჟღერებულა და არავის არ თქვამს, რომ იცი შენ მარიამ ლაშქო, ხარ ეს და ეს, ანუ მსგავსი არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ შესახელები გაჟღერდა, რაც უნდა გაჟღერდეს პროტესტის პერიოდში. მით უმეტეს უწყვეტი პროტესტი არის, მით უმეტეს იმ დღეს, ანუ დილიდან მოყოლებული იყო ჩანიშნული პროტესტი, ანუ იყო ხალხი, ანუ ჯაჭვი შექმნილი იყო და შესახელები უნდა გაჟღერებულიყო, რა თქმა უნდა, სანამ ლოცვები ტარდებოდა ქართლის ეკლესიაში, ჩვენ თავით შევიკავეთ, დავაცადეთ, პატივი ვეცით, მაგრამ შემდეგ, ანუ უშუალოდ როდესაც ხალხი მოსახლეობა გავიდა ტერიტორიიდან, დავწყეთ შესახელების გაჟღერება. სკანდინავია. მე მგონია, რომ მარიამმა ეს რაღაც სამართლიანი მიიღო, იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია ასე გეხება, რაღაცაზე მაინც მეტყველებს. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თქვენ გედავებიან იმ ახალი კანონით, რომელიც ასევე რაღაცა რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია. აქამდე ესეთი კანონი ბუნებაში არ არსებულა და ის გვეუბნება, რომ პარლამენტარების მიმართ შეურაცხყოფელი ქმედება და სიტყვები, რაც არ კონკრეტდება და ყოველთვის აქვს ამ კანონს რაღაცა ვანირების საშუალება, არის დანაშაული და ითვალისწინებს 55 დღემდე პატიმრობას მათ შორის. ასევე ითვალისწინებს ჯარიმის სახით გადასახადს. შენ რასელი ხვალიდან პროცესზე იქიდან გამომდინარე, რასაც უკვე შესწავლი, რაც უკვე წინა გახსნის დროს მოისმინე. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს კანონი არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი ჩვეულებრივი, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, რომ ადამიანებს არ ქონდათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და არ ქონდათ იმის უფლება, რომ დაეფიქსირებინათ და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მაინც გააჟღერებდნენ ამ ყველაფერს, ემუქრებოდათ პატიმრობა, ან გადასახადები. ჩვეულებრივად საბჭოთა კავშირის სცენარი არის, რასაც გვიხატავენ რუსეთის. ის ფაქტი, რომ 19-20 წლის სტუდენტებს და მცირეწლოვანი შვილების დედას უშვებს ციხეში 45 დღიან პატიმრობაში, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირა, ეს არის აბსურდი, ეს არის კატასტროფა. და მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამ ყველაფერს ისმენს, უყურებს ტელევიზორში და ჯერ კიდევ წყნარად ზის სახლში. დედაჩემსაც და თათიას დედაც არის დედები, რომლების სტუდენტის შვილები მიდიან ციხეში და ასევე მაგდან, რომელსაც ყავს შვილები, რომელსაც უწევს პატიმრობის მოთხოვნა ჩვენზე არის, ყველანაირად კატასტროფა, იმის გამო, რომ რუსეთს შეურაცხყოფა მივაყენეთ, იმის გამო, რომ პარლამენტარს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებ, ეს შესახელები გავაგრძელეთ, ანუ ჩვენი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენება ეს ყველაფერი არ იყო. მაგრამ როგორც ჩანს, მარიამ ლაშქრმა საკუთარ თავზე მიიღო. იმის გამო, რომ პარლამენტართან მისკანიათ ეს შეძახილები, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსინონები და ძირს კოციმანები, რომ გაგვიშვა ციხეში 19 წლის სტუდენტები და ასევე მცირეწლოვანი შვილების დედა, არის აბსურდი. მარიამ ლაშქრი საუბრობს იმაზე, რომ მის მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც მაგიდაზე იმ დროს ისხდნენ, მივაყენეთ ტრავმა და ფსიქოლოგიური ზიანი, ამით ამ შეძახილებს კანონებთ. თუმცა ჩემი თათიას დედებიც არიან დედები, რომლებსაც ამ ყველაფრის უყურება უწევთ. და ასევე მაგდაც დედა არის, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო უწევს,
კატასტროფა არის ეს ბოლო. მაგდას ძალიან კარგი პოსტია და ამასთან დაკავშირებით, რომ კი მართალია მცირეწლოვანი შვილებთან ამის გაჟღერება არ არის მადამაც მიზე შეწონილი, მაგრამ მახსენდება ჩემი მცირეწლოვანი შვილიც, რომელიც ამ აქციების პარალელურად თითქმის ვერ ნახულობს და თუ ვლაპარაკობთ რაღაც ფსიქოლოგიურ ზიანზე, დარწმუნებული ვარ, ეს მეტად დამაზიანებელია ბავშვისთვის. გარდა ამისა, რა ვიცი, ცოტა აბსურდია ბავშვებზე და მშობლებზე გველაპარაკო, მაშინ როცა 19 წლის ადამიანებზე ელაპარაკე. ანუ აქ არ არის რაღაც უზენაის მორალი განსახილველი, აქ არის 19 წლის ბავშვებზე ლაპარაკი. კი ბატონო, თან დედაჩემი არის ემიგრაციაში, იტალიაში მუშაობს და ჩემი სასამართლოში ასახებ, ანუ იმდან დაველოდი პატიმრობის, იმდან შეპირებული ვიყავი, რომ არც კი გავაფრთხილე დედაჩემი, რომ იცი დედა სასამართლო მაქვს. ანუ მეგონა რომ სიტყველი გაფრთხილება მაინც იქნებოდა ელემენტარულად. ყველაფერი არის სამთავრობისგან მოსალოდნელი, კი ბატონო, ანუ ვერაფერს ვერ გამორიცხავ, ვერც 55 დღიანს ვერ გამორიცხავ რაღაც აბსურდზე, ვერაფერს ვერ გამორიცხავ, მაგრამ არ გავაფრთხილე დედაჩემი. დედაჩემს მოუწია Facebook-ით, სოციალური მედიით გაგება იმისი, რომ მისი შვილს ემიგრება პატიმრობა. ეს არის კატასტროფა. დედაჩემის დედა არის, მithumetas ჩემგან შორს იმყოფება და 19 წლის შვილი ყავს თბილისში, სტუდენტი, რომელსაც საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო უშვებენ პატიმრობაში. ეს არის საშინელება უბრალოდ. კარგი, მოგვიყევი ჩემ პირველ პროცესზე, როგორც მოსამართლე დავით თეთრაულია, ვინ არიან შეზღუდვის წარმომადგენლები, რა სიტყვენ და რითი ასაბუთებენ მათ ხედავს და ბრალდებას. მოსამართლე დავით თეთრაული არის, ერთ-ერთი შეზღუდვის წარმომადგენელი სალომე ქილია, მეორე სახელი არ ვიცი. ისინი ვერც მიმტკიცებენ საკუთარ პოზიციას. ვერც ამტკიცებენ იმას, რომ მე რამე დავაშავე. იმიტომ რომ აშკარად არაფერი არ დამიშავებია. ისინი ამბობენ, რომ რადგანაც მე კამერი, ანუ მარიამ ლაშკრის მიმართულებით ვიყურებოდი, ამის გამო შეურაცხყოფას მას ვაყენებდი. რომელიც არის სისულელე, მე არ დამიძახია მარიამ ლაშკრის სახელი არ დამიშრარებია და არც მithქვამს, რომ იცი რა შენ კონკრეტულად ხარ. ისინი ანუ ვეუბნებ ჩვეულებრივად, რომ ანუ სასამართლოზე ვამბობ, რომ არ მიმიყენები შეურაცხყოფა, მე კამერების მხრივ, ანუ კამერების მიმართულებით გავაჟღერე უბრალოდ შეძახილები. თავარი არის, რომ შსს პირები ცდილობდნენ აქტიურად, რომ მარიამ ლაშკრის ანუ ის ფაქტი, რომ ის იმყოფებოდა მცირეწლოვანი შვილებთან, ამ ფაქტით ემანიპულირათ სასამართლოში და ისე წაიყვანათ პროცესი, რომ ეს არ შეიძლება და რა თქმა უნდა თავარ პრობლემა დასახელებდნენ იმას, რომ მცირეწლოვანი შვილები მან იმყოფებოდნენ. რა მოლოდინები გაქვს რასნოელი ხვალინელი საქმისგან და როგორ ემზადები შესაძლო დაკავებისთვის მათ შორის? მოლოდინები არის ძალიან რთული, რომ მქონდეს ჩამოყალიბებულად, იმიტომ რომ ანუ იმ მთავრობის, ანუ იმ სასამართლოს ქვეშ, რომელსაც 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს უკვე, ანუ ძალიან რთული არის, რომ იწინასწარმეტყველოთ რა იქნება. ანუ ზუსტად იცი, რომ შენ სიმართლეს ვერ დაამტკიცებ. ანუ აზრი არ აქვს. ჩვეულებრივად რასაც წერენ და თავიდან რასაც მოიფიქრებენ თუ რა უნდა შემოგკენონ, ან რა იქნება სასჯელი, ზუსტად იმასაც გეუბნებიან, ანუ აზრი არ აქვს თავის მართლებას, აზრი არ აქვს შენ სიმართლის მტკიცებას, როგორც იტყვიან, ისე აკეთებენ. მე მორალურად მზად ვარ პატიმრობისთვის. მორალურად მზად ვარ, იმიტომ რომ ჩემი აზრი არ აქვს უბრალოდ იმას, რომ მაგალითად ჯარიმის ქვეშ გამოძრეს ადამიანი. უბრალოდ სისულელი არის ჯარიმა გადაიხადო, როდესაც მართალი ხარ. და როდესაც არაფერს არ აშავებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ აზრს აფიქსირებ. არავის შეურაცხყოფას არ აყენებ, უბრალოდ საკუთარ აზრს აფიქსირებ. და ამბობ იმას, რომ ძირს რუსეთის დაბალი იმპერია. ქართველისთვის ეს შეურაცხყოფი ყოფილი იყოს, კი ბატონო, მაგრამ ქართველისთვის, ანუ ქართველი იჯდა იქ. ანუ შენ მზად ხარ პატიმრობისთვის, იმ ძიმეს დაშორისთვის, რაც რაღაცა ამ სასამართლოს პირობებში გემუქრება. კი მზად ვარ, უკვე ჩანთა ჩალაგებული მაქვს, ანუ ყველაფერი მეგობრებმა ჩემი ოჯახის წევრების ნომრები იციან. უბრალოდ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საკუთარ დედაზე ნერვიულობ, ანუ ძალიან რთული არის დედაჩემისთვისაც იმის გადატანა იტალიაში, რომ იქ გაიგოს ონლაინ, რომ მისი შვილი დაიჭირეს არაფრის გამო. და ეხლა პატიმრობაში იმყოფება. მაგრამ მორალურად მზად ვარ, იმიტომ რომ სწორედაც ეს უნდა ამთავროს, რომ მორალურად გაგვტეხონ, თუმცა ეხლა სტუდენტობა, როგორც ვარ, 6 თვე, როდესაც ყინვა, საშინელი წვიმები, ყველაფერი გადავიტანეთ რა, ანუ ეხლა მithumetas ვეღარ გავხტეხეთ, იმიტომ რომ ყველაფერი გამოვიარეთ უკვე. ყველას ვერ დაგვიჭერენ ნამდვილად და აქამდეც რომ მოვაღწიეთ, ანუ უკვე შედეგი არის რა სახეზე, რომ რაც არ გამართეს ვერ გავხტეხე.
და სანამ ასევე პოლიტპატიმრებიც ყავს, რომელზეც მეტი პოლიტპატიმარი ყავს, რომლებიც ციხეში იმყოფებენ, სანამ ისინი არ გამოვიდნენ, ჩვენ ყველაფერს მზად ვართ. ყველაფერს მზად ვართ, უბრალოდ აი ვიდგებით ისევ, სადაც ვდგავართ. შეიძლება 12 დღის მერე დავდგეთ, შეიძლება 15 დღის მერე, შეიძლება 30 დღის მერე, შეიძლება 45 დღის მერე, მაგრამ მაინც დავბრუნდებით ისევ სახლში რუსთაველზე. გაგითხრები, არ შემიძლია არ დავიზიარო ესენი პატივი, იმიტომ რომ სადაც ამდენი დღეა ვდგავართ, აუცილებლად გავუხსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რაღაც მხრივ მზადვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მის სიმართლეს პირობებში აღმოჩნდეთ რაღაც კისოსებს მიღმა, მაგრამ ისიც დროებითია. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად და მინდა ისიც აღვნიშნო ბოლოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს ყველაზე მეტად შეეხო ეს რეპრესიული მანქანა და ვახსენოთ აუცილებლად ჩვენი დაკავებული სტუდენტიც, ნიკა რაცაშვილიც მილამდენეს ასჯელს იხდის ამ სამართლის სასამართლოს პირობებში და სოლიდარობა ყველას, ვინც ახლა გიზიზების იგივე მხარეს იმყოფება, ჩვენც რაღაცნაირად იმის მოლოდინში ვართ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მანც გვერდით აღმოჩნდეთ. თქვენ სტუდენტები ხართ, თათიაც სტუდენტია, რომლისთვისაც ასევე 45 დღიანი პატიმრობას ითხოვენ და რაღაცა მხნეობას გისურვებთ, იმედია რომ საერთოდ არ მოგვიწევს ამ რეალობის წინაშე დადგომა და მედოვნებ რომ მაინც რაღაცა პატიმრობის გარეშე გამოვალ სამსაქმიდან და მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ რაღაცა ბრძოლას არ შევწყვეტთ. ბრძოლა გრძელდება რუსთაველზე და ძირს რუსეთის იმპერია. ამ მთავრობას ყველაზე მეტად ეშინია სტუდენტების. ყველაზე მეტად ეშინია 19 წლის ბავშვების, რომლებიც ესე მხნედ და ძლიერად დგანან ჯერ კიდევ და ვერ აჩვენებენ. ვერ ამონებენ და ვერასდროს ვერ გახდებიან ამას. ვერც გაგვაჩერებენ და არც არასდროს არ შეგვეშინდება. აქამდე მოვედით და ჯერ კიდევ გამარჯვებამდე არ გავჩერდებით და არ დავემონებით იმ სისტემას, რომელიც აი ესე გვექცევა. რომელიც ესე გვექცევა. ბრძოლა ბოლომდე, ძირს რუსეთის დამყარი იმპერია, ძირს რუსულენები და ბრძოლა გამარჯვებამდე.